და მოდით სანამ აი იმ კონკრეტულ თავზე გადავიდოდეთ, ჩვენ მეექვსე თავი დავიწყებთ, თუ გახსოვთ ესაიას წიგნის განხილვა. რატომ მეექვსე თავი? საწინასწარმეტყველო დადგინება იქაა გადმოცემული. როგორ გამოაცხადა ღმერთი წინასწარმეტყველს, როგორ მოუწოდა იმ საქმიანობისთვის, რასაც წინასწარმეტყველება ქვია და გამოცხადების რაღაც გარკვეული დეტალები, იქ ანგელოზური ძალები არიან. ვარ გახსოვთ, რომელი დასის უსხეულო ძალა ეცხადება ესაიას? სერაფიმი, რა, ამ ტერმინით არიან მოხსენიებული და ერთი დეტალი გამორჩა და მოვიწყდა. მე გზაში რომ მივდიოდი, გამახსენდა რომ არ მithქვია და აი ხლა შევავსოთ ეგ დეტალი და მე ახალ ნაწილზე გადავიდეთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უსხეულო ძალები, როდესაც გამოცხადებაში წარმოჩნდებიან, აი წმინდა წერილთან ვისაც შეხება აქვს, ახლა მარტივად გამომყვება მსჯელობაში, ფრთების რაოდენობა და აგებულება მათი სხვადასხვანაირია. მაგალითად, სერაფიმები არიან 6 ფრთიანები, ქერუბიმები არიან 4 ფრთიანები. ქერუბიმების შესახებ ეზეკიელი მოგვითხრობს, წინასწარმეტყველია ისევე როგორც ესაიას მიერ დანახული სერაფიმები 6 ფრთიანები არიან. მაგრამ მოდი ასე დავსვათ შეკითხვა, ნამდვილად აქვს ეს ფრთები? სერაფიმს 6 ფრთა აქვს და ქერუბიმს 4 ფრთა აქვს? არც ერთს აქვს 6 და არც მეორეს 4. ეს არის გამოცხადების დროს, რა დავარქვათ ამას, ვთქვათ ასე, სასწაულებრივად განგებულებითა დანახული აგებულება ანგელოზისა, რადგან ადამიანი თუ მან რაღაცა ფორმით არ განჭრითა ეს უსხეულო ძალა, ისე არამატერიალურს ვერ დაინახავს, ფიზიკურად თვალებით ხილველი მისი ვერ იქნება და აი ეკლესიის მამები ასეთ განმარტებას იძლევიან, უსხეულო ძალები, როდესაც ურთიერთობაში შემოდიან ადამიანთან, ისინი ღვთის განგებულებით გარკვეულ ფორმას იძენენ, ანუ გამოსახულებას იძენენ. და ასეთი საშუალებით ადამიანს აქვს ესე იგი ხელმწიფება იმისა, რომ ერთი მხრივ ცოდნა მიიღოს მისგან და ცოდნა ყოველთვის სულიერია. ეს არ არის მატერიალური მოცემულობა, ხო? ანგელოზი ღვთისაგან იწყნარებს, როგორც ამას წმინდა დიონისე არიოპაგელი გვასწავლის და მაქსიმე აფსარებელი განმარტებაში და მე უკვე ადამიანს ეძლევა ანგელოზისაგან და ეს არის სულიერი მოცემულობა, მაგრამ გარდა სულიერისა, რადგან ჩვენ ორბუნებოვანები ვართ, მამები ასე განმარტავენ, მხოლოდ სულიერი ცოდნა საკმარისი არ არის. ორივე ბუნებას, ცოტა უხეში სიტყვა უნდა ვთქვა, თავისი საკვები სჭირდება. სულიერ ბუნებას ცოდნა, რაც სულიერი მოცემულობაა, მაგრამ ხორციელს თავის რაღაც გარკვეული მატერიალური დასტური. რადგან თუ მხოლოდ ერთს მიეცა შესაბამისი უწყება, მეორე ნაკლული დარჩება. და მოდით კიდევ ერთხელ ახლა ისეთ თემაში ვეხმო, რომ რაღაც მასალის გახსენება დაგვჭირდება აუცილებლად, ანგელოზის და ადამიანის აგებულება განსხვავდება ერთმანეთისაგან. რა არის ეს არსებითი განსხვავება? ანგელოზი არის მარტივი ჰიპოსტაზი. რას ნიშნავს მარტივი ჰიპოსტაზი? მის პიროვნებაში ჰიპოსტაზი პიროვნება ერთი და იგივე, მხოლოდ ერთი ბუნება განიჭრიდება და დამეხმარეთ რომელია ეს ბუნება? ეს არის სულიერი ბუნება. ადამიანი როგორი ჰიპოსტაზია? შედგენილი, რთული, სხვანაირად თუ კი ვითქვით, ხო? იმიტომ რომ ადამიანის პიროვნებაში გარდა სულიერი ბუნებისა მეორე ბუნება ჩანს. ყველაზე უფრო აქტიურად სახელველი რაც არის და მოქმედი, ხო, ეს არის ხორციელი ბუნება. აი ამიტომაც შედგენილობა ადამიანის, ანუ ორბუნებოვნება ადამიანისა, საეკლესიო განმარტება ასეთია, მოითხოვს რომ აი ამ ზეციური გამოცხადებების დროს ორივე ბუნებასთან დაკავშირებული ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყოს. კარგი გაგებით მოთხოვნილებები, ანუ ერთმა თავისი მიიღოს, მეორემ თავისი მიიღოს და აი ამიტომაც ანგელოზები, რომელთაც სხეული არ გააჩნიათ, არამატერიალურნი არიან ისინი. ისინი, ნახეთ, ერთ შედარებასაც გავაკეთებ, 4 ელემენტი ვიცით ჩვენ, 4 სტიქიონი, სხვანაირად თუ კი ვიტყვით. ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. ანუ ყველა მათგანი 4-ვე ჩამოთვლილი სტიქიონია, მატერია, მაგრამ ცეცხლს დავინახავთ, წყალს დავინახავთ, მიწას დავინახავთ, ჰაერის დანახვა შესაძლებელია? ანუ ელემენტია, მატერიაა, ნივთია, მაგრამ უხილავია. ვიცით რომ არსებობს, თქვათ, მისით ვიყენებთ და ჩავისუნთქავთ, ამოვისუნთქავთ, მაგრამ მისი დანახვის შესაძლებლობა ჩვენ არ აქვს, ფიზიკურად განჭრეტადი არ არის. და ნახეთ ახლა რატომ მოვიტან ეს მსჯელობა? ანგელოზი საერთოდ არ არის მატერია. და თუ კი ჰაერის ხილვა შეუძლებელია, ანგელოზს ვინ დაინახავს ფიზიკურად, რომელიც არამატერიალურია, ხო? მატერიას ვერ ხედავთ ერთ-ერთს, რომელიც ჰაერის სახით არის წარმოდგენილი და უსხეულო ძალას საერთოდ ვერ განჭრიტავს. ამიტომაც გამოცხადებების დროს, როდესაც ურთიერთობაში შემოდის უსხეულო ძალა, ადამიანს რომ კონდეს შესაძლებლობა ცოდნასთან ერთად გარკვეულწილად განჭრიტოს ფიზიკურად, ხო, სხეულებრივად, ვისთან აქვს მას ურთიერთობა, ღვთის განგებულებით ისინი გარკვეულ ფორმას იძენენ. და ეს ფორმები აღწერილი წმინდა წერილში, როცა ესაია 6 ფრთიანს ხედავს, ეზეკიელი 4 ფრთიანს ხედავს, იქ ვიღაცა ამბობს რომ 2 ფრთიანი ხილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ჩვენთვის ეს უკვე დასტურია, აი ხაწერას, როდესაც თუნდაც სახელი არ ვნახოთ რა დაწერია, 6 ფრთიანი თუ ვნახეთ, ესაიას იქს ეფუძნება და სერაფიმი იგულისხმება ყველა შემთხვევაში, 4 ფრთიანი თუ ვნახეთ, ეზეკიელის იქს ეფუძნება და ქერუბიმი იგულისხმება. მაგრამ აი ამ ფრთების რაოდენობაში რაღაცა გარკვეული სიმბოლოები არის ჩადებული, ანუ რაღაცა რა დავარქვათ, ამას საიდუმლო სწავლება პირობითად რაღაცას გვიცხადებს. არ შეიძლება რომ შემთხვევით იყოს 6 ფრთა, შემთხვევით იყოს 4 ფრთა, ხო? რაღაცა კონკრეტული მითითება
გვეძლევა, რომელიც პირდაპირ შეიძლება არ ჩანს და ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ აი ამას თუ ეკლესიის მამები განმარტების სახით ჩვენ გვაწვდიან. და მოდი ასე დავსვათ შეკითხვა. 6 ფრთიანობა სერაფიმისა, ესაიას წიგნის მე-6 თავი, ახლა შევავსოთ ის ნაკლული ნაწილი. რას ნიშნავს, რას გულისხმობს? სინამდვილეში სერაფიმს 6 ფრთა არ აქვს. საერთოდ არ აქვს ფრთა. და არც ხელი აქვს და არც ფეხი აქვს, ხო? როგორც ამას ეზეკილი აღწერს, ფეხებზეც გველაპარაკება, ანუ ქვედაკიდურებზე ცოტა კულტურულ ტერმინს გამოვიყენებ, ზედაკიდურებზე გველაპარაკება, სხეულზე გველაპარაკება, სინამდვილეში არც ერთია, არც მეორე, არც მესამე და 4 ფრთაზე გველაპარაკება. თავზე გველაპარაკება და 4 სახეზე გველაპარაკება, თითო თავში განჭრეტულს. ეს კიდე ცალკე თემა და საინტერესო და აი იმედია დავცალდება და ამას ვისაუბრებ. აი რა საჭიროა ასეთი შეკითხვა დავშვი და მოდით აი თავში რითაც დავიწყე, ერთი გამომრჩა მაინც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. არა მარტო ანგელოზები ეცხადებიან სხეულებრივად. ძველი აღთქმის ეპოქაში ურთიერთობაში როცა შედიან ისინი ადამიანთან, ღმერთიც კი, რომელიც აბსოლუტურად არამატერიალურია, ჩვენ თუ შედარებას გავაკეთებთ ანგელოზი ღმერთთან მიმართებით, მაინც მატერიალურია. ასე გვასწავლის ეკლესია იოანე დამასკელი მისი გარდამოცემი. ჩვენთან შედარებით არამატერიალურია. მატერიალურ სამყაროსთან შედარებით არამატერიალურია, მაგრამ აი ღმერთთან მიმართებით, როგორც ქმნილება, ყველა შემთხვევაში მატერიალურია და აი ეს არამატერიალური ერთი მხრივ და მეორე მხრივ მატერიალური ქმნილება მარტო კი არც არ მოჩნდება სხეულებრივად კაცთა წინაშე. ღმერთი რომ შემოდის ურთიერთობაში თეოფანიაში, ხო? თეოფანია გავიხსენოთ ღვთის გამოჩინებას ნიშნავს, ღვთის გამოცხადებას, არა? აი ამ ღმერთსაც გარკვეული გარეგნობა აქვს, გარკვეული მატერიალური აღქმა გააჩნია იმ პიროვნებას, ვისთანაც ის ურთიერთობს. და მე გაგახსენებთ რამდენიმე ეპიზოდს. მაგალითად, სამი ალბათ საკმარისი იქნება. მოსე მიხილა უზენაესი შეუწყვეტ მაყვალში. როგორი სახით ხედავს წინასწარმეტყველებს? ცეცხლის სახით ხედავს, ხო? ანუ გამოცხადება ღმერთისა ფორმები სხვადასხვა. იგივე წინასწარმეტყველი მოსე, ცოტა ხანში წინასწრაზე ამაღლდება და სრული წვდიადია. და ამ წვდიადში ღმერთი შეიმეცნება. ეს წვდიადი თავად უზენაესი ღმერთი, ანუ პირველ შემთხვევაში თუ სინათლეში იხილა, ცეცხლში იხილა, ცეცხლის სინათლე, აქვს სრული წვდიადია. რატოა განსხვავება თუ ვინმე შეკითხვას დასვამს, ჩვენ ისეთ თემებს ვიყებით, მოკლე პასუხებს დავცემ. აი ამით ხდება საღვთო თვისებების შემეცნება, როგორია ღმერთი. ერთითაც, მეორითაც, მესამითაც, მეოთხითაც და ასე შემდეგ, ბევრია ეს ფორმები, მაგრამ ყველაზე არსებითი, ყველაზე მნიშვნელოვანი ძველი აღთქმის ეპოქაში, როცა გამოცხადებები ხდებოდა, უზენაესი ღმერთის ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ ანგელოზებზე ავსაუბრობ, ღმერთი წარმოჩნდება ადამიანის გარეგნობით. ადამიანის გამოსახულების მქონე, ჩვენ ამაზე გვილაპარაკია და აი ამ შემთხვევაში შევავსეთ ის ძველი თუ ახალი მასალა და ისე უკან დავბრუნდეთ. რას ნიშნავს სხეულებრივი გამოსახულება სერაფიმისა, რომ მას 6 ფრთა აქვს? ამის განმარტებას გვაძლევს ნეტარი იერონიმი. ეს არ არის შემთხვევითი. და ნახეთ რას გვეუბნება, აქ ჩვენ რიგითობა უნდა განსაზღვროთ. პირველი 6 ფრთით მინიშნებულია ის, რომ ანგელოზთა დასებს შორის ყველაზე სრულყოფილი უსხეულო ძალა აი ეს დასი, სერაფიმთა დასი. და მოდით ახლა გავიხსენოთ დიონისე არეოპაგელის და მოგვიანებით იოანე დამასკელის მიერ გაზიარებული ანგელოლოგია, დასებს როგორ ჩამოგვითვლიან ისინი. ყველაზე აღმატებული პირველი დასი 9-თა შორის რომელია დასახელებული? სერაფიმები ასე იწყება. მერე ქერუბინები, მერე საყდარნი. აღარ მივდივარ, ბოლოს მე-9 დასი ანგელოზთა დასია. აი ანგელოზთა დასებში პირველი ადგილი რომ სერაფიმებს უკავია და ეს მათი სრულყოფილების მიზეზით ხდება, აი ამ იდუმალებას გვიცხადებს თურმე 6. რა შუაში 6 ვიღაცა იკითხავს სრულყოფილებასთან. იცით რა შუაშია? აი ხა სხვა ბიბლიური ეპიზოდი უნდა გავიხსენოთ და აი ეს ორი დავაკავშიროთ ერთმანეთს. სამყარო რამდენ დღეში შეიქმნა? აბა მოდით გავიხსენოთ ერთობლივად 6 დღეში შეიქმნა. მე-7 დღეს ღმერთმა განისვენა, მაგრამ შესაქმნის პროცესი მიმდინარეობდა 6 დღე. გვახსოვს ალბათ, ხო? აღარ ჩამოხვდით თითო დღეს რა ხდება, რა შემოყავს ღმერთს არსებობაში. ასეთი შეკითხვა დაისვა თავის დროზე. ნეტარ ავგუსტინეს კითხეს, რა არის მიზეზი 6 დღეში რომ იქნება სამყარო? რატომ არა 5 დღე, პირობითად 1 დღიანი? 6 არის სრულყოფილების სიმბოლო. დრაგაგებითაა სრულყოფილების სიმბოლო. ნეტარი ავგუსტინე ასე განმარტავს, კარგია რომ გვახსოვს ის ძველი როდინდელი მასალა, მე ძალიან მოკლედ გავიხსენებ ამას, ვიღაცები ახლები არიან და მათთვისაც რომ გასაგები იყოს, შუაზე რომ იყოფა ისეთ რიცხვებს შორის, 6 არის პირველი სრულყოფილ რიცხვებში. რამდენიმე კიდე არის ზევი თუ გავყვებით, 100 თუ ისე ბევრია, მაგრამ აი ზოგიერთს გამოვთვლია კიდევაც, მაგრამ აი 6 არის პირველი, ამით იწყება პირველი სრულყოფილი 6. როგორ ხდება სრულყოფილების დადგენა 6-ისა? 6 გაყოფილი 6-ზე 1-ია, 6 გაყოფილი 2-ზე 3-ია, 6 გაყოფილი 3-ზე 2-ია. ანუ დავშალეთ, დავანაწევრეთ და ეხლა ავკინძოთ ისე, გავაერთიანოთ. მივიღეთ 1 + 2 3, 3 + 3 6. არაფერი არ დავკარგეთ, არაფერი არ შეეძირა. ავგუსტინე აგზებს, აბა 8-ზე გადავიდეთ, იგივე ლოგიკა გამოვიყენოთ. 8 გავყავით 8-ზე 1-ია, 8 გავყავით 2-ზე 4-ია, 8 გავყავით 4-ზე 2-ია. 1 + 2 3-ია, 3 + 4 7-ია. ანუ ზუსტად ლოგიკა არ იცვლება, მაგრამ 8 კი ვერ მივიღეთ, 7 მივიღეთ. აი არასრულყოფილება რიცხვი 8-ისა. 10 და აქ დავასრულებ, აღარ წავალ ზევით. 10 გავყოთ 10-ზე 1-ია, 10 გავყოთ 2-ზე 5-ია, 10 გავყოთ 5-ზე 2-ია.
ავკინძოთ ეხლა აღარ დავკარგოთ რომ 8 მივიღეთ. ანუ თუ კი 8 შემთხვევაში 1 დავკარგეთ და 7 იყო ჯამი, 10-თან მიმართებით 2 დავკარგეთ და 8 მივიღეთ შეკრებილი რიცხვების ჯამი და აი ამიტომაც მათ შორის 10 რომელიც ძალიან ლამაზი რიცხვია და მე თუ გითხავთ როგორ გითხრათ ესე ლამაზადაც გამოიყურება რა როცა წერ არასრულყოფილი რიცხვია. აი ამიტომაც ღმერთმა 6 დღეში სამყარო შექმნა, რადგანო აგრძელებს ნეტარი ავგუსტინე, ამით წარმოჩენილი იყო ის რაც ღმერთმა მყოფობაში შემოიყვანა ნაკლოვანი კი არ არის, რაღაცა კი არ აკლია სადღაცას მცირედი მაინც ყველაფერი სრულყოფილია, დაწყებული პირველიდან დასრულებული მე-6 დღით. აი ეს ლოგიკა გადავიტანოთ ახლა სერაფიმის 6 ფრთიანობაზე, არაფერი არ იცვლება და მინიშნებულია რომ ანგელოს და დასებს შორის ყველაზე სრულყოფილი არის ეს დასი, სერაფიმთა დასი. და რას ნიშნავს სრულყოფილება, როდესაც ჩვენ ანგელოზებზე ვსაუბრობთ, ანუ გონიერ ქმნილებაზე ვლაპარაკობთ, ვიღაცამ შეიძლება ვერ გაიგოს, ან ზოგადი მონაცემია სრულყოფილი, რა არის ეს სრულყოფილი? ან ვინ არის, როგორ შეიძლება განიმარტოს სრულყოფილება? რამე ვერსია ხო არა გაქვს? ერთი წინადადება რომ ან ერთი სიტყვა შემომაგებოთ. აი სრულყოფილება გონიერი ქმნილებისა, რაში შეიძლება გამოიხატოს? აი ეს მადლმოსილება, რომელსაც დაიტევდა სერაფიმთა დასი, რის გამოც მას პირველ დასში მოუწია ყოფნა. და რა არის ეს მადლმოსილება, ესე ცოტა უცნაური ტერმინი, თუ კიდევ ერთი სიტყვა არ შევაშველეთ, ეს არის საღვთო სიყვარული, ღვთისადმი სიყვარული, საკუთარი შემოქმედისადმი სიყვარული. ანუ ანგელოზთა 9 დასით, რომ საეკლესიო მოძღვრების მიხედვით და დაალაგება ამ დასეთისა, იერარქიულობა განსაზღვრა იმან, ვინ რამდენად შეიყარა საკუთარი შემოქმედი და აი ამ გაგებით ვიშიც ყველაზე მეტი სიყვარულია, ის ყველაზე მეტად სრულყოფილია და სერაფიმის 6 ფრთა, აი ამიტომაც ამ იდუმალებას გვიცხადებს. ქერუბიმს 6 არა აქვს. ნახეთ ჩამონათვალის სერაფიმები, ქერუბიმები მეორე ადგილზე დგან. ქერუბიმს თუ ნახავთ წმინდა წერილში 6 ფრთით კი არ არიან, 4 ფრთით არიან და რომელია მეტი არ გჭირდება დიდი მათემატიკა ხო? 6 4-ზე მეტია. ამიტომაც სერაფიმი უფრო მეტი მადლმოსილების დამტევია, ქერუბიმი უფრო ნაკლებისა და ეს განსხვავება საეკლესიო სწავლებაში ნაჩვენებია. კიდევ ერთი განმარტება სერაფიმის 6 ფრთისა. ფორმა ასეთი იყო, მე ფორმაზეც დამავიწყდა ხაზგასმა გამეკეთებინა. ისინი დგანან სერაფიმები გარშემო საყდრისა, რომელზეც უზენაესია დაბრძანებული. ზედა 2 ფრთა, ანუ ეს ფრთები როგორ არის, იცით, სხეულის ზედა ნაწილზე 2 ფრთა, აი წარმოიდგინოთ ადამიანის სხეული და ზევით, აი ხელების მაგივრად, ზედა კიდურების მაგივრად რომ ფრთები იყოს. ეს 2 ფრთა სახი აქვს დაფარული, ანუ ადამიანის სახია, ადამიანის თავია და სახია, ეს სახი აქვს დაფარული, ქვედა 2 ფრთა, ანუ ქვედა კიდურები სადაც არის, ასევე დაფარულობა ქვედა ნაწილისა სხეულის, რაც ხება შუა ნაწილს, ანუ შუაში რჩება კიდე 2 ფრთა და ჯამში 6 მივიღეთ. ეს გახსნილია. იქ არ არის დაფარულობა. ანუ სხეულის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ შუა ნაწილს ვეძახით, ღია, დანარჩენი არ ჩანს. და რა არის ამის მიზეზი? აქაც რაღაცა სიმბოლიკაა დანახული, რაღაცა საიდუმლო სწავლებაა გადმოცემული. ასეთ განმარტებას გვაწვდიან ეკლესიის მამები. ზედა 2 ფრთით სახის დაფარულობა, პირველი, აქაც რიგითობა გჭირდება, ნიშნავს იმას, რომ სერაფიმები ვერ უმზერენ იმ სიწმინდეს და დიდებულებას, რომელიც მათ წინაშეა. ანუ ღმერთი თავისი განსაკუთრებული მადლმოსილებით თეოფანიაში განჭვრეტილი ესაია წინასწარმეტყველისგან იმდენად დიდებულია, რომ ყველაზე აღმადებული უსხეულო ძალაც კი უძულურია, მას აი როგორც პირდაპირ უმზიროს, აი მაგალითს მოვიტანთ კაცთა შორის, ჩვენ რო უყურებთ ერთმანეთს ასე, ამის ხალხი ხელმწიფება და ძალმოსილება იმდენი კრძალვა, იმდენი მოწიწება, იმდენი რა ვიცი რა დავარქვა და მას შეძრწუნება ამ დიდებულების წინაშე. დაფარულია სახე, როგორც აი ვიღაცისადმი მოწიწება გაქვს და თვალებში ვერ შეხედავ იმ ადამიანს. ან შეხედავ და მაშინვე თავს დახრე, ხო? რაღაცნაირად ბუნებრივად ხდება ეს პროცესი და აი ეს მდგომარეობა იფარავენ სახეს, რითაც მდგომარეობას გვიჩვენებენ, რომ ამ აღმატებული სიწმინდის წინაშე მდგომი თავადაც სიწმინდის მატარებელი სერაფიმები ზერას ვერ უსწორებენ, სულიერი მზერა იგულისხმება, რა თქმა უნდა, ფიზიკურად თვალებით მატარებ, ზერას ვერ უსწორებენ საკუთარ უზენაეს. ეს ერთი მხარე. მაგრამ მეორე მხარე ძალიან საინტერესო ნეტარი იერონიმესეული განმარტება. რას ნიშნავს ეს? ესო ჩვენ განგვსწავლის ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, წმინდა წერილის მკითხველებს. და რაში განგვსწავლის კონკრეტულად, რომ სერაფიმებს თავი დაფარული აქვს ზედა 2 ფრთით. ასეთ რამეს გვეუბნება ნეტარი იერონიმე, ხშირად ფილოსოფიური მსჯელობისკენ მიდრეკილი ადამიანებიო, სვამენო ისეთ შეკითხვებს, რომელზეც პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ან შეიძლება ეს შეკითხვები დასვა და იმსჯელო, მაგრამ იქნება წყლის ნაყვა და წყლის ნაყვა რა არის, იცით ახლა, ვერაფერ შედეგს იქიდან ვერ მოიტან, ხო? რა შეკითხვებია ასეთი? რა იყო სამყაროს შექმნის უწინარეს? აი ალბათ თქვენს გსმენიათ და მე ყოველ შემთხვევაში მქონია ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან. აი სანამ ღმერთი სამყაროს შექმნიდა და სანამ დრო შემოვიდოდა მყოფობაში, მანამდე მარტო რომ უზენაესი იყო, როგორ იყო, რანაირად და ეძებენ, არიან ასეთი ადამიანები. აი ბატონო არაფერი არა. ჰაერიც მატერიაა მათ შორის. ნებისმიერი მატერია ის ჩამონათვალის სტიქიონების ეს ქმნილებაა და გარკვეულ ჟამს შემოდის არსებობაში და მანამდე აი დასაბამად ხნა ღმერთთან საიდა ქვეყანა ასე იწყებს წინასწარმეტყველი მოსე მოძღვრების გადმოცემას, მანამდე რა არის შეკითხვას თუ კი დასვამს, ჩვენ მხოლოდ ზოგადად უნდა შემოვიფარგლოთ, პასუხი ზოგადი უნდა იყოს. მანამდე არის სრული არაფრობა.
გარდა უზენაესისა არაფერი არ არსებობს და ეს უზენაესი იმ არადისობაში როგორ არის, ანუ ჯერ კიდევ სანამ დრო შეიკნებოდა და ქნილებები პოპობა შემოვიდოდნენ, მიდი და ეძებ, ასე ერთ-ერთი პასუხი ექნება, მეორეს მეორე, მესამეს მესამე და არაფრის მომცემი არ არის. და დაფარულობა იმ თავისა, იქიდან იწყება სამყაროს შემოქმედება, ხო, ჯერ არაფრობა და მერე არაფრობიდან პოპობა შემოტანა. აი სანამ მოსემ რაც გითხრა, დასაბამად ხნა ღმერთმა საიდა ქვეყანა, იმის იქით რა იყო ადამიანმა ეს არ უნდა ეძებოს. ეგ არ არის ჩვენთვის დატევნადი და ხელმისაწვდენი სწავლება, ხო? პატარა ერთ რა გითხრა წერტილი ამ სამყაროში ადამიანს გულისხმობ, ხო? ზოგადად თუ შევაფასებ, ამხელა ცოდნას რომ დაიტევს, მარადისობაში როგორ არის და რა არის. აი ამ იდუმალებას ვიცხადებს თორმე სერაფიმის ზედა ნაწილის დაფარულობა, ზედა ორი ფრთით სამყარო შექმნის უწინარეს, ანუ იქ სათავეში რა ხდებოდა, აი ეს არ უნდა ეძებოს ადამიანს. რაც შეეხება ქვედა კიდურის დაფარულობას, ანუ ქვედა კიდურების დაფარულია ქვედა ორი ფრთით. ნეტარი იერონიმი აგრძელებს და ასეთ რამეს ამბობს. ერთი ნაწილი ადამიანებისაო, გამალებულად დღე-დაღამე ფიქრობს იმაზე, იმ მეორედ მოსვლის ჟამი, იმის იქით როგორ იქნება, ანუ სამყაროს აღსასრული და აღსასრულის შემდგომი პერიოდი. არც ეს არის საძიებელი. წმინდა წერილმა ეს გაგვიცხადა. ამაზე არ იფიქრო, ამაზე არ იმსჯელო, ამას დაანებე თავი, იმიტომ რომ შენ ეგ არ გეხებ. შენ არ ახარ იმის გამგებელი და იქ რაღაც გადაწყვეტილებების მიმღები და ღვთის განგებულების დამლაგებელი. როგორც ექვთიმიათონელი გვეტყვის თარგმანში, აპოკალიფსის ტექსტი თარგმნამან ანდრია კესარია კაბადოკელისა, აი ამ ჟამთან დაკავშირებული სწავლებაოსო, თავისი დრო გამოაჩენს. ანუ ამას არ ჭირდება აქედან ჩაძიება და რაღაცა როგორ გითხრათ, დღე-დაღამე მოღვაწეობაში ჩადგომა, რომ განჭვრიტო იქ როგორ იქნება ეს მოვლენები. აბა რა არის საკეთებელი? კაი, წარსული არ უნდა ეძებო იმ გაგებით, რაც უკვე ვთქვით, წარსულში რა იგულისხმება, წეგან ვილაპარაკეთ, მომავალს თავი უნდა დაანებო. აბა რა უნდა აკეთოს ადამიანმა? სერაფიმის რომელი ნაწილია ღია დარჩენილი სხეულისა? შუალედური ფრთები და შუალედური ფრთები რას მიემართება, რას გულისხმობს. აი ეს არის ადამიანის ცხოვრების ჟამი. ყველა ეპოქაში ვიღაცა ცხოვრობდა პირობითად 1 საუკუნის წინ, ვიღაცა 10 საუკუნის წინ, ვიღაცა 1 საუკუნის შემდგომი ცხოვრობს, ხო? და ეს ყველასთვის იმ კონკრეტული ადამიანისთვის რა ეპოქაშიც ყოფობაში შემოვიდა, დედის წიაღიდან რომ გამოვიდა. ეს არის სერაფიმის ორი გახსნილი ფრთა. რაც მან უნდა ეძებოს, რაც მან უნდა შეიმეცნოს, რადგან აი დევნა იმისა, რაც ოდესღაც იყო და იმას ვერავინ ვერ ჩაძდება და დევნა იმისა, რაც ოდესღაც მოხდება შემდგომში, ადამიანს არაფერს არ მისცემს. ერთი რამე მოხდება, ისევ იერონიმისეულ განმარტებას მიყვები და დავასრულოთ ეს ნაწილი, საკუთარ თავს დაკარგავს. და სადღაცას იხეტიალებს და ამ ხეტიალის შედეგად მოხეტიალი კაცი მის სამართზე ვერასოდეს ვერ მივა, ხო, დანიშნულების ადგილზე და აი ვინც სწორად დგას გზაზე, მყარად დგას გზაზე, ის რაც აქვს ჩაფიქრებული და სადაც მისასვლელია, იმ ადგილზე განსაზღვრულ ადგილამდე მიაღწევს. აი ამიტომაც ესეც მოღვაწეობის ფორმაა, თურმე ასეთ სიმბოლოები წარმოჩენილი, რა არის საფიქრალი, რა არის საძიებელი და რას უნდა დაანებოს ადამიანმა თავი. ფუჭად რომ დრო არ დაიკარგოს და თავის ცხოვრების დიდი ნაწილი ამას არ განუკუთვნოს. მოკლედ აი სერაფიმების ფრთები თურმე ამ იდუმალებას გვიცხადებს, ერთი მდგომარეობა უსხელო ძალისა და მეორე ჩვენთვის მოწოდებული კონკრეტული რა დავარქვათ ამას გეგმა, სულიერი გეგმა ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს, რომ აწყო უნდა კონდეს ხელთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ აწყოში ვართ. ჩვენი მუდმივი მყოფობა აწყოშია, ხო? დრო ზოგადად სამ ნაწილად იყოფა, წარსული, მომავალი და აწყო, მაგრამ აი ადამიანი სად არის, ხო? ეს არის მუდმივი აწყო. მომავალი ჯერ არ დამდგარა, წარსული უკვე წარსულია და იმას ვეღარ მოატრიალებ, ან ხელთ რაც აგვაქვს, ეს არის მუდმივი აწყო და აი ამ აწყოზე ადამიანმა უნდა იფიქროს, იმისჯელოს. თუმცა ეს არ ნიშნავს ხვალინდელ დღეზე არ იფიქრო. კიდევ ერთხელ ამას ხაზი გაუსვა და ზეგინდელ დღეზე არ იფიქრო, არა? აქ იგულისხმება ის სადღაცას, იქით რომ მიდიხარ, იმის იქით, რაც შენ არ გეხება და არ გევალებ. ახლა რაც შეეხება გაგრძელებას, თუ რამე შეკითხვა ამ ნაწილში, აი გამორჩენილი ნაწილი მინდოდა რომ ბოლომდე მიმეყვანა და მე უკვე როგორც თქვით, გავაგრძელოთ ლოგიკურად შემდეგი თავი. კი, სანამ ახალზე გადავალთ, დავაზუსტოთ. სიდანტაში არ მონაცვლეობა, რომ წარემატებიან თანაბრად, ხო? წარემატება ღვთისმსიყვარულში. კი. და ეს იქნება დაუსრულებელი პროცესი. კი ბატონო, აი შეკითხვა დაისვა და დავაზუსტოთ მსმენელებისთვისაც 900-ია უსხელო ძალებისა და მოდით მაინც ჩამოვთვალოთ სერაფიმები, ასე იწყება ქერუბიმები, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოსნი და ანგელოსნი. ასე შემოიყვანა უზენაეს მესინი ყოფობაში. დიონისე ეროპაგელის და წმინდა მაქსიმეც ორი დიდი მოძღვარი ამას განმარტების სახით გვაწვდის. და ნახეთ, ზოგჯერ ცოტა ეს დამაფრთხოლებელია ხოლმე მსმენელისთვის, რომ რატო შემოიყვანა 900-ს. ვიღაცა სერაფიმად შემოიყვანა, ვიღაცა ქერუბიმად, ვიღაცა ბოლო დასიყვათ ანგელოზად და რა თითქოს და რა ხوار დაიჩაგრა რომელიღაცა ნაწილი უსხელო ძალებზე არავინ არ დაჩაგრულა. ასეთ განმარტებას გვაძლევს ორივე დიდი მოძღვარი, წინდა წინ იცოდა რა და ყოვლის ცოდნია უზენაესი, ხო? მისი ცოდნა და ჩვენი ცოდნა განსხვავდება ერთმანეთისაგან. ყოვლის ცოდნიობა ნიშნავს ჯერ არ მომხდარა, ჯერ არ აღსრულებულა და წინდა წინ იცის. იცოდა ვინ რამდენს დაიტევდა მადმოსილებას, ანუ ვინ როგორ შეიყვარებდა შემოქმედს და შემოიყვანა ისე,
რა მდგომარეობის მიმღებნიც ისინი იქნებოდნენ თავიანთი თავისუფალებიდან გამომდინარე. ამიტომაც თუ ვინმეს ასეთ შეკითხვა გაუჩნდება, რომ ანგელოსთან, მთავარანგელოსთან დაში ყოფ უსხეულო ძალას რამე პრეტენზია ხომ არ ექნებოდა, ადამიანური ტერმინებით საუბრობთ, სხვანაირად არ გამოვა, იქ რატო არა ვარზე? არ ექნებოდა ეს პრეტენზია. ასეთი საყვედურის თქვის არანაირი შესაძლებლობა და რატომ იცით? ყველა მათგანი კეთილად არის მყოფობაში შემოყვანილი და ყველა მათგანმა იცის, რომ არაფერი არ დაკლებია, რასაც იმსახურებდა, აი ის მიიღო. და მოდით მაინც ერთ მაგალითს მოვიდან, ზეციურზე ვსაუბრობთ, უხილავზე, არამატერიალურზე და ცოტა რთულად გასაზრებელი. მაგალითად, ჩვენ ვინც ამ ოთახში ვართ, რაღაც საქმეზე ვართ დადგენილები, ხო? რაღაცაზე ვმუშაობთ. ვიღაცამ ცოტა მეტი იმუშაკა, ვიღაცამ ნაკლები. და ვინ ჩვენ დაგვადგინა სამუშაკოდ, როცა დასრულდა ჩვენი მოქმედების პერიოდი, გასამრჯელო მოგცა. და ჩვენ თუ სამართლიანები ვიქნებით, ვინც ყველაზე მეტად იმუშაკა, იმას თუ მეტი გასამრჯელო შეხვდა, ჩვენ რა უნდა გამოვთქვათ საყვედური ამის გამო, ხო? თუ სამართლიანები ვართ, ჩვენ ვიტყვით რომ ეს კაცი ღირსია. მე ნაკლები შემხვდა, მე იმის ღირსი ვარ, რაც მე შემხვდა, ხო? ვიღაცას კიდე ნაკლები შეხვდა, რისი ღირსიც აი შეხვდა. ჩვენ შორის ამის გამო დაპირისპირება არ იქნება და არც იმას, ვინც ამ მოსაცემელს გვაძლევს, არა, ჩვენ საყვედურს არ ვეტყვით და აი დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. არავის პრეტენზია არ გაშენია და არავინ წინააღმდეგობაში ამის გამო არ ჩამდგა. ყველა მიიღო ის, რისი დამტევნელიც იყო და აქ წინააღმდეგობა ვერ იქნებოდა. ამიტომაც 900 შემოვიდნენ ისინი არსებობაში და აი შეკითხვა გამოვკვეთოთ, რადგან სერაფიმები, ქერუბიმები და ასე შემდეგ, სხვადასხვა დასია. შესაძლებელი თუ არის თუ არა დასიდან დაში გადასვლა. მაგალითად, ანგელოზი მთავარანგელოსთან დაში გადავიდეს, ქერუბიმი სერაფიმთან დაში გადავიდეს, საყდარი ქერუბიმთან დაში გადავიდეს. ეფრემ ასურთან შემხვდა მე ეს განმარტება. აი დიონისესთან და წმინდა მაქსიმესთან ასე დაკონკრეტებულად არ არის, მაგრამ დიდი მოძღვარია წმინდა ეფრემ ასური და თავისუფლად შეგვიძლია მისი განმარტება, როგორც საეკლესიო ეგზეგეტიკა ესე მოიშველიოთ. ასეთ რამეს ამბობს. დასიდან დაში გადასვლა არ ხდება. ანუ მაგალითად, ქერუბიმი სერაფიმი ვერ გახდება, ანგელოზი მთავარანგელოზი ვერ გახდება. და რატომ ვერ გახდება? შეკითხვა დავსვათ ასეთი. მიზეზი რა ამისა? აი ისევ მე დიდ მოძღვრებს დახმარება არ სჭირდებათ, მაგრამ ჩემ თავს ვეხმარები ხოლმე მათ განმარტებას უცა ვკითხულობ და უცებ აი რო ვკითხულობდი პროცესში კარგად გამიაზრებინა ეს მაგალითი მომივიდა თავში. და თქვენ გეტყვით ახლა როგორ გასაგები გახდა უფრო მარტივად ჩემთვის. ჩვენ თუ 9 ადამიანს დავაყენეთ და გარკვეული ზღვარი იქნება მათ შორის და ვეტყვით რომ ყველა მიმოძრაობს, ერთი მეორეს ვერ დაეწევა ვერასოდეს. ერთი წინ წავიდა, მეორე წინ უკან მიყვება, მესამე უკან მიყვება, შევამოკლოთ, მეცხრე ასევე უკან მიყვება მერვეს. და რა შემთხვევაში მოხდება დაწევა 1-2 საათი თუ გაჩერდა. და რადგან ჩვენ ვიცით რომ დაცემა ერთჯერადი მოვლენაა ზეცაში, ხო? რაღაცა ნაწილი უსხეულო ძალებისა როცა გამოაკლდა და დანარჩენები აღარასოდეს აღარ დაეცემიან, ის არის საეკლესიო სწავლება. ეკლესიის მამათა დოგმატური რჯულდება. მოდი ასე დავარქვათ, ამიტომაც ყველანი, ანუ 9 დასი დაუცემელ მდგომარეობაში ვინც დარჩნენ, ისინი მუდმივად წინ მიემართებიან. შესაბამისად, ერთი დასის უსხეულო ძალა მეორეს ვერასოდეს ვერ დაეწევა. უკან მსრბოლელი წინ მსრბოლელს ვერასოდეს ვერ დაეწევა, მაგრამ მდგომარეობა ყველაში იცვლება. იმიტომ რომ არ ჩერდებიან სულიერი გაგებით, წინ მიისწრაფვიან, შეკითხვა სწორი იყო, რას ნიშნავს წინ სწრაფვა და გაუჩერებლობა, ხო? აი ეს არის საფრთხო სიყვარულში წარმატება, საფრთხო ცოდნაში, ღვთიურთა ცოდნაში, მოდი სხვანაირად ვთქვათ და საფრთხო სიყვარულში წარმატება. ეს არის თუ არა ზღვარდადებული მოცემულობა, ის სადღაც მიხვედი და მიჯნა და წერტილია დასმული და იმის იქით ვერ წახვედი, ხო? შეიძლება როგორ გითხრათ ახლა, რაღაცა მეცნიერება შესწავლა დაიწყო და აქაც ცოტა ისეთი საქმე ალბათ ვერ ამოწურავ ადამიანი, მაგრამ ნუ პირობითად კარგი, მაინც ადამიანების შემოქმედება და ამოწურო, ბოლომდე მიხვიდე, ყველა წიგნი წაიკითხო და ყველა დებულება და ყველა განსაზღვრება, მაგრამ აი საფრთხო სიბრძნეს ვერ ამოწურავ, საფრთხო მადმოსილებას ვერ ამოწურავ, რატომ? გარშემოუწერელია და იმით. ამიტომაც ეს ასპარეზი, წინ გადაადგილების ასპარეზი, სულიერად წინ სრბოლის ასპარეზი მუდმივია, მარადიულია და როდემდე განვითარება ვიღაცა ეკითხავს, მუდმივად, დაუსრულებლად და მარადიულად და აი ამიტომაც დასიდან დაში გარდანაცვლება არ მოხდება. სერაფიმი ყოველთვის სერაფიმია, ქერუბიმი ყოველთვის ქერუბიმია, მაგრამ ერთი განსხვავება. შესაქმის დროს სერაფიმი რა მდგომარეობასაც ფლობდა, დღევანდელ დღეს განსხვავებულია მისი მდგომარეობა. იმიტომ რომ უფრო წინ არის წასული და ეს მადმოსილება აღმატებული ხარისხით არის მოპოვებული და იმ ორ სერაფიმს შორის, ანუ დღევანდელს და პირველად რომ შემოვიდა მყოფობაში, უკვე დიდი განსხვავებაა. აი ასე აქედან გამომდინარე გადასვლა ერთი დასიდან მეორეში არ ხდება, როგორც ამას დიდი მამები გვასწავლიან. მოკლედ, მაშინ ნელ-ნელა უკვე წინ წავიდეთ. მეექვსე თავი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია მოვწვრეთ, ესაია უკვე წინასწარმეტყველია. რადგან წინასწარმეტყველია, მას აქვს უკვე დავალება რომ ხალხში გავიდეს და შესაბამისი ქადაგებებით მიმართოს და ლოგიკურად მე-7 თავი მოსდევს მე-6-ს. ამასაც ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება და აი მე-7 თავში ესაიას წიგნისა გადმოცემული არის ძველი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წინასწარმეტყველება, რომელიც ყველა ჩვენგანმა იცის. ყველა ეკლესიასთან ვისაც შეხებავს, რა ვიცი, არ ამგონი ეგეთი ადამიანი, ვინც ეს წინასწარმეტყველება არ იცოდეს. და რა არის ეს ცნობილი სიტყვები? მე გავახმოვანებ ახლა და მივხვდებით
რა იგულისხმება? აჰა მიუდგეს ქალწული შვედზე და უწოდიან სახელი მისი ემანუელი. და სად არის ეს წინასწარმეტყველება დამოწმებული? მოდით გავიხსენოთ სახარებაში. კონკრეტულად იმ ეპიზოდში, როდესაც მართალ იოსებს ეჭვი შეეპარება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიდგომილია, მან იცის რომ ესე იგი მეუღლებრივი კავშირი არ ყოფილა და რაღაც გარკვეული კითხვები ჩნდება და აი ზუსტად მაშინ ანგელოზი ეცხადება იოსებს და ეუბნება რომ ნუ შეეჭვდები, ნუ დაბრკოლდები, რადგან უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება და ზუსტად ესაიას წიგნის მე-7 თავიდან მე-14 მუხლი 7:14 მოდი ასე დავასათაურო, მოტანილია ეს ფრაზა, ახლა მიუდგეს ქალწული შვედზე და უწოდიან სახელი მისი ემანუელი. მაგრამ ვინც მხოლოდ სახარებებს კითხულობს, იმან კონტექსტი არ იცის, როდის თქვა ეს ესაიამ, ვის მიმართ ამ სიტყვებით, რა ისტორიული ფონია, როგორი სიტუაცია, აი მე-7 თავს ვინც გაიცნობა და განმარტებებსაც ასევე წაიგითხავს, მისთვის იყო სრულყოფილი სურათი გამოიკვეთება. სად ვისთან მიმართებით გამოიყენა ესაიამ ეს გამორჩეული განსაკუთრებული წინასწარმეტყველება და აი სანამ უშუალოდ მე-14 მუხლამდე მივიდოდეთ, მე-7 თავის მე-14 მუხლია. წინ 13 მუხლი უძღვის და აი 13 მუხლზე მოგვიწევს საუბარი. და არ ვიცი, ნახოთ ახლა დღეს მოვასწრებთ კი მე-14-ზე გადასვლას, სიტუაცია გვიჩვენებს, შევხედოთ, ხო, ძალიან რომ გადაგხალოთ, ესეც არ მინდა. ვითარება ასეთია. ამ ეპოქაში, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის, ესე იგი მე-8 საუკუნის მეორე ნახევარი. ასპარეზზე არის გამოსული ორი ძლიერი იმპერია, ორი ძლიერი სახელმწიფო. ეს სახელმწიფოები არიან ერთი მხრივ ეგვიპტე, ისტორიული სახელმწიფო, უძველესი დროიდან რომ არსებობს და საკმაოდ ძალმოსილი თავის ტერიტორიით, უზარმაზარით და მეორე ასურეთის იმპერია, რომელიც ასევე ძალმოსილი იმპერიაა და სადაც ორი ძლიერი გამოჩნდება, ეს ამქარნეული კანონი ყოფილა. ყველა ეპოქაში, ყველა დროში, ხო? მათ შორის ადამიანებშიც, სახელმწიფოებშიც, იმპერიებშიც ასე ხდება, ხო? ერთმანეთს უნდა დაეჯახონ. ბოდიში ამ გამოთქმაზე ერთმანეთს უნდა დაეტაკონ და მიდის ქიშპობა, ვინ უფრო მეც მიისაკუთრებს და ვინ უფრო ძლიერია, ხო? აი ეს უნდა დამტკიცდეს და უნდა გამოვლინდეს. აი ეს იმპერიები არ არის უცხო. დღევანდელობასაც თუ გავხედავთ, ასე ხდება, ხო? სამყაროში. აი ეს იმპერიები, ეს ორი იმპერია, ეგვიპტე და ასურეთი, ყველანაირად ცდილობს რომ გავლენა მოიპოვონ წინააზიურ რეგიონს. აი იმ სივრცეზე, სადაც მათ შორის შედის იუდეის სამეფო, ისრაელის სამეფო, ერთიანი სახელმწიფო ებრაელებსა უკვე გაყოფილია, აი ეს კონტექსტიც წამოვწიო წინა პლანზე, ებრაელებს თავდაპირველად ერთიანი სამეფო ჰქონდათ და პირველი მეფე იყო საული, ასეთი ადამიანია, მაგრამ საულის შემდგომ ხელისუფლებაში მოვიდა, კარგად რომ იცნობთ ისეთი კაცი დავითი მეფსალმუნი, დავითის შემდგომ გამეფდა დავითის შვილი სოლომონი, სოლომონის შემდგომ მოვიდა რობოამი ხელისუფლებაში, ჯერ ერთიანია ყველა მეფის დროს. აი რობოამის დროს ერთიანი სახელმწიფო ორად გაიყო. ანუ ებრაელები 12 ტომისაგან შემდგარი საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთი მხარე, როგორც იუდეის სამეფო, ისეა ცნობილი და იქ რობოამმა გააგრძელა მეფობა სოლომონის შვილმა, აი გამოყოფილი სახელმწიფო შედგებოდა 10 ტომისაგან. 12 ტომია, ხო, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, აი ეს 12 ტომი ორად გაიყო და მივიღეთ 2 ტომი და 10 ტომი. 2 ტომი იუდეის სამეფო, ხელისუფლებაში არის სოლომონის შვილი, ანუ დავითის ხაზით გაგრძელდა იქ მეფობა და მუდმივად სანამ 586 წელს იუდი არ დაეცა, აი ეს ხელისუფლება დავითის შტო არ დამხობილა და ისინი არიან მუდმივად ხელისუფლებაში. აი რაც შეეხება გამოყოფილ სამეფოს, ისრაელი ეწოდა მას სახელად, იუდია და ისრაელის სამეფოები, ორი სამეფო. იქ მეფობდა იერობოამ პირველი. და იქიდან მოყოლებული მერე სანამ ასურეთის იმპერიამ არ დაიპყრო 722 წელს ხდება ეს ამბავი ძველი წელთაღრიცხვისა, ეს სახელმწიფოც არსებობდა და ერთმანეთთან ძალიან დიდი ქიშპობა და დაპირისპირება ჰქონდა. აი, როდესაც ჩვენ ესაიაზე ვსაუბრობთ, ესაია არის იუდეის სამეფოს მკვიდრი. იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, აი 2 ტომისაგან რომ შედგება. და ქალაქი იერუსალიმი, ეს გამორჩეული ქალაქი, დედაქალაქი, ჯერ კიდევ ერთიანი სახელმწიფოსი, დავითმა რომ შექმნა და იგადაიტანა დედაქალაქად, ხო, ის გამოაცხადა დედაქალაქად, პროსტორად იერუსალიმი დარჩა იუდეის სამეფოში, 2 ტომს დარჩა. იქ სხვა ქალაქი სამარია გამოცხადა დედაქალაქად და მოკლედ თავარი პოლისი ის გახდა. და ვითარება ასეთია, რომ ისრაელის სამეფო, იუდეის სამეფო, უკვე ვიცით, ჩამონათვალში ისრაელი და იუდა რო გავყავი, რას ნიშნავს, ხო? ძმები ერთი სისხლით დახორციელებული, მაგრამ გაყოფილები. იქ არის მოაბი, იქ არის ედომი, იქ არის ტვიროსი, იქ არის სიდონი, ანუ პატარ-პატარა სამეფოები, თუმცა ჯამში უკვე დიდი ტერიტორია არ არის პატარა სივრცე. აი ამაზე ცდილობენ გავლენის მოპოვებას. ერთი მხრივ ეგვიპტე, მეორე მხრივ ასურეთი. და გავლენის მოპოვებას რატომ იცით? აი წეგან ვახსენეთ, ამით დავიწყეთ. ორი ძლიერი სახელმწიფო ვერ ეგუება ერთმანეთს. მათი საზღვრები რაც შეიძლება შორს უნდა იყოს ურთიერთისაგან, ხო? აი დღევანდელი დღე ვახსენეთ და არ მინდა ასე ღრმად შესვლა ამ დეტალებში, მაგრამ ოფიციალურად განცხადებული ინფორმაცია და რატომ არ შეიძლება გამეორება, რატო დაიწყო ეს უბედურება და ომი, რუსეთ-უკრაინის ომს გულისხმობ. ნატოს საზღვრების მოახლოება უარი უთხრა რუსეთმა, რომ საბოლოო ჯამში ტრიალებს არ დასრულდა, რამდენი ხანია და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხო? ანუ ძლიერი სახელმწიფო საზღვრების მოახლოება მეორე ძლიერ სახელმწიფოს არაფერში არ სჭირდება, მაქსიმალურად შორს უნდა მიქციოს, რომ მასთან მისადგომი ადვილად არ კონდეს. აი ეს პოლიტიკა მიდის.
ეგვიპტე ცდილობს გავლენა მოიპოვოს წინააზიურ რეგიონზე, რომ გადავარქვათ ამას ერთგვარი პლაცდარმი თუ ბუფერული ზონა შექმნას, იმავე საკეთებს ასურეთის იმპერია. და ვინც მოერევა და ვინც უფრო მეც მოახერხებს, ის თავის გავლენას მოიპოვებს. აი ამ დროისთვის მე-8 საუკუნის მეორე ნახევარზეა საუბარი ძველი წელთაღრიცხვისა. ეგვიპტის სახელმწიფომ და მისმა მმართველმა ფარაონმა შეძლო და ყველა ეს პატარ-პატარა სამეფოები, რაც მე ჩამოთვალე კიდევ ერთხელ თუ ისრაელი, ტიროსი, სიდონი, ედომი, ამონი, ფილისტიმელთა სამეფო ქალაქები ხო, რაც დარჩენილი იყო იმ ეპოქისთვის, თავისკენ მიიმხრო. და ყველანი ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენ ურთიერთობაში შევდივართ ეგვიპტესთან, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი ეგვიპტეა და აი რაღაცა რომ მოხდეს, ყველანი ერთად გავერთიანდებით და ასურეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალას მივმართავთ. ერთადერთი სამეფო, რომელმაც უარი განაცხადა ეგვიპტესთან კოალიციაზე და ამ პატარა სამეფოებთან გაერთიანებაზე, ეს ხო იუდია. ანუ ის სახელმწიფო, სადაც ესაია მოღვაწეობს. და ხელისუფლებაში არის მეფე აქაზი, ასე ქვია ამ პიროვნებას. დავითის შთამომავალია, დიდი მეფის დავითის ბებსალმონის შთამომავალი. ის ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ჩემი პოლიტიკური პარტნიორი არის ასურეთი. მე ეგვიპტეს არ ვაღიარებ და არ მაინტერესებს ის ხალხი, ვინც ეგვიპტესთან ურთიერთობაში შედის. რაც არ უნდა მოხდეს, აი ასურეთიდან ამოდის ჩემთვის მზე. აი ამიტომაც თქვენ რაც გინდათ ისკენით, მე ნუ შემეხებით, მე ნუ მაიძულებ, მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემ სახელმწიფოს თავისი არჩევანი აქვს. ჩვენ ეგვიპტეს არ ვაღიარებთ. და ნახეთ როგორი ვითარება ისევ ცოტა გლობალურად შევხედოთ. ეგვიპტემ ფაქტობრივად მოაგვარა სიტუაცია და ერთი პატარა 2 ტომისგან შემდგარი სახელმწიფო რა არის ეს ტერიტორია, მაინც და მაინც განსაკუთრებული ჯერ ერთიანი ტერიტორია არც თუ ისე დიდია და იმას გამოყოფილი 2 ტომი, რა გითხრათ, ერთ პატარა წერტილია, ისე შორიდან თუ შევხედოთ. აი ეს ერთი პატარა წერტილი სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აი როგორც ეკალი რო შეგოსოს სხეულში და უცხო სხეულია და გაწუხებს და უნდა ამოაცალო, აი ესეთი ვითარება. რა არ გააკეთა ეგვიპტელმა ფარაონმა, ეს იქნებოდა მოსყიდვის მცდელობა, გემრიელად დალაპარაკების შესაძლებლობები, არაფერი არ ჭრის აქასთან. და როცა ყველა გადავარქვათ, მშვიდობიანმა ხერხმა თავისი დრო ამოწურა, აი გადავიდა ძალისმიერ მეთოდზე. თუ ჩვეულებრივი ამბავია ხა, თუ სიტყვა არ ჭრის, ძლიერები მერე ძალას ეყენებენ. და ძალისმიერ მეთოდი გულისხმობს იმას, რომ თვითონ არ უნდა გამოჩენა ეგვიპტური ჯარით, თუ რა უნდა იუდეის სამეფოს აღებას. ორ სახელმწიფოს, ისრაელსა და სირიაზეა საუბარი. მიმართა თხოვნით მეფეებს ხელისუფლებას სირიისას და ისრაელისას. ისრაელი ებრაელები არიან 10 ტომისაგან შემდგარი ქვეყანა, წეღანაზეც ვილაპარაკეთ. და უთხრა ასეთი რამე. მოდით მე არ გამომაჩინოთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი ჯარი შემოვიდე, არ გავართულო სიტუაცია, ასურეთიც არ წამოვიდეს თავისი არმიით და დროზე ადრეს დაპირისპირება ორ დიდ სახელმწიფოს შორის არ დაიწყოს. ისე მოვაგვაროთ საქმე, რომ თქვენ თითქოს ერთმანეთში კიშკობგავ პატარ-პატარა სამეფოებს და აი აქ ასე აქტიურად რომ გამოვჩნდები მე, ასურეთიც სიმშვიდე შეინარჩუნებს. ამიტომაც მოდით სირიამ და ისრაელმა შეკრიბეთ ძალები, სამხედრო ძალები და პირველი რაც უნდა გააკეთოთ, იუდეის სამეფოს საზღვართან მიდით, არ გადახვიდეთ შიგნით. აი წრიულად იარეთ, ალყაში მოაქციეთ, მოკლედ და კონკრეტულად რომ თქვა. და სირიამ და ისრაელმა ეს გააკეთა. გაერთიანებული ორი სახელმწიფოს სამხედრო ძალა ალყაში აქცევს იუდეის სამეფოს და ვითარება ასეთია, ხა ჯვარიწერია ყველა ტერი რომ მოგვადგეს და ჩვენი სახელმწიფო ალყაში მოაქცევს, ამას ვერ გავიგებთ, ყველა ვნახავთ, ხო? ეს ინფორმაცია ყველასთან მივა. და რისი მიმანიშნებელია, თუ აქამდე მოვიდა საზღვარსაც გადმოლახავს და მერე რა მოხდება კაცმა, კარგი არაფერი ყოველ შემთხვევაში, ხო? ასეთ დასკვნა შეიძლება გამოვიტანო და აი წნეხს აძლიერებენ. რომ იქნება აქაზმა მშვიდობიანად რომ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ დაუჭირა მხარი ეგვიპტეს, აი ამ დაწოლის შედეგად უარი თქვას იმ თავის პირველად განაცხადზე და ასურეთს ზურგი აქციოს. აქაზი ცოცხალი თავით არ იცვლის თავის შეხედულებას. ასურეთი რაღაცა შეყვარებულია, ეს სიტყვა შეიძლება გამოვიყენოთ ასურეთზე და მის მმართველზე და აი როდესაც არც ამ ხერხმა არ გაჭრა გარედან ჯერჯერობით შორიდან აი ამ წნეხმა ორმა სახელმწიფომ სირიამ და ისრაელმა გადაკვეთა უკვე სახელმწიფო საზღვარი იუდეის სამეფოში და შევიდნენ შიგნით. და შიგნით რომ შევიდნენ, ერთი პატარა ისტორია უნდა გავიხსენო, რაც უკვე მომხდარია, რამდენიმე დროით ადრე, არ არის დიდი დრო გასული. ისრაელისა და იუდეის სამეფოებს შორის მოხდა დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში ისრაელმა აჯობა იუდეას, ანუ ძმებმა ძმებს აჯობეს, ხო? ერთმა სისხლმა და ხორცმა. უამრავი ადამიანი დაიხოცა, ყველა ოჯახი მიცვალებულს ტივის. იმდენი ჯარისკაცი შეეწირა ამ ბრძოლას და ცოცხლად დარჩენილი იუდეის სამეფოს ებრაელები აყარეს და გადასახლებაში მიყავ ისრაელის სახელმწიფოში. და იქ სურათი ასეთია, ერთ-ერთი წინასწარმეტყველი გზაში შეხვდება ამ ხედამთავრებს და ეთქვის რომ თქვენ რას აკეთებთ, ეს ხო ჩვენი სისხლი და ხორცია, დაამარცხეთ, დახოცეთ, ცოცხლებს მაინც რას ერჩი და იმდენად დიდი გავლენა იქონია ამ კაცის სიტყვებმა, წინასწარმეტყველია და უბრალოდ არ მეტყველებს, ხო რაღაც განსაკუთრებული მადმოსილების მქონია. მართლაც გაათავისუფლეს ეს ახსაკოვანი და ზეგი ქალები და ბავშვები და მისცა შესაძლებლობა იუდეაში დაბრუნებული იყვნენ და რატო გიყვებით ამ ისტორიას? იუდეის სამეფოს წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ აქვს, ანუ ჯარიც არ აქვს ფაქტობრივად. აი ამის თქვა მინდოდა, წინა ბრძოლაში დამარცხების შედეგად უმძიმესი ვითარება.
ქალაქი ქალაქზე ეცემა, სოფელი სოფელზე ეცემა, ბრძოლა არც კი ხდება და ნელ-ნელა იერუსალიმისკენ მიიკვლევენ გზას. და მიზანი რა არის ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანებული ჯარისა, ეგვიპტისგან შთაგონებულისა? უნდა აიღონ დედაქალაქი, ებრაელების, იუდეის სამეფოს დედაქალაქი, აქაზი დედაქალაქშია, რა თქმა უნდა, იერუსალიმშია. უნდა ჩამოაგდონ ხელისუფლებიდან აქაზი, ფიზიკურად უნდა მოაყდინონ, მისდა მთელი მისი ოჯახი, ცოცხალი არ უნდა დარჩეს და ვიღაცა კაცს მოიყვანენ ხელისუფლებაში, სახელიც არის ტექსტში მითითებული და ის კაცი მორჩილი იქნება უკვე ეგვიპტის ფარაონის სურვილისა და იტყვის, რომ იუდეაც შეუერთა პოლიტიკურად დანარჩენ ამ პატარა სამეფოს და ყველანი ერთად მთელი ეს სივრცე წინააზიური რეგიონი გადადის ერთხელ და დროებით მაინც რაღაცა დიდი დროის განმავლობაში ეგვიპტის მორჩილებაში. აი ესეთი ურთულესი ვითარება, ასეთი მძიმე პერიოდია და აი ეს ორი გაერთიანებული სახელმწიფოს ჯარები უკვე იერუსალიმთან ახლოს მოვიდა. და იმდენად არის, ესე იგი, საზოგადოება შეშინებული, რომ ერთი ნაწილი ებრაელებისა, იუდეის სამეფოს ებრაელებისა, დედაქალაქში შევიდა, იქ შეაფარა თავი და ასე ხდებოდა, როგორც წესი, სხვადასხვა დროს, როცა ომები მიმდინარეობდა, ცოტა სწრაფად მოგიყვებით, ყველაზე ძლავრად გამაგრებული ქალაქი, როგორც წესი, დედაქალაქია, მთავარი პოლისია, ხო? ძლიერი გალავანი, მთავარი ქალაქის გარშემო შენდებოდა და იერუსალიმი არ იყო მარტივად ასაღები. აი, მოგვიანებით 586 წელს ნაბუქოდონოსორმა როცა აიღო ეს ქალაქი, ალყა გაგრძელდა წელიწად ნახევარი. რომაელებს რამდენიმე თვე დასჭირდათ, ხო? რომაული არმია, რომელიც ქვას-ქვაზე არტოვებდა და რამდენიმე თვე ებრაელთა დედაქალაქს ვერაფერი ვერ მოუხერხეს, რომ შიგნით შესულიყვნენ და ამით იმის თქმა მინდა მოსახლეობას ეიმედებოდა ქალაქში ყოფნა. იმიტომ რომ სოფელში დაბაში ვერაფერს ვერ გააკეთებ, ამ მოხტურს თუ მტერს წინააღმდეგობას ვერ უწევ. და აივსო ხალხით იერუსალიმი, ანუ სხვადასხვა სივრციდან აი ამ სივრცის დატოვების შედეგად შესული ხალხი. და მოკლედ მთელი ქაოსია. და ამასობაში ეს ჯარიც უკვე მოადგა ორი სახელმწიფოს ეს გაერთიანებული არმია და ფაქტობრივად იერუსალიმი უკვე ალყაშია მოცული. აი ამ დროს შიგნით ასეთი სურათია. მეფე აქაზი ათვალიერებს წყალგაყვანილობას, იერუსალიმში თურმე საიდუმლო გზებით შედიოდა წყალი და პირადად თვითონ ათვალიერებს და გასაგებია მისი ეს გადადგმული ნაბიჯი ეშინია რომ წყლის გარეშე ქალაქი არ დარჩეს. ეხლა ისეთი რაღაცა საკვებს კიდე რაღაცას იზა. ყველა შესაძლებლობას გამოიყენებ და რა გითხრათ, ეხლა ბოლო-ბოლო რაღაცისგან ბალახისგან დაამზადებ, ხო, თუ სხვა საშუალება არ არის საკვებად გამოსაყენებელი ბალახები და წყლის გარეშე თუ დარჩი, მათ დამთავრებული ამბავია, რამდენი ხანი უნდა გაცვლა ალყაში, ხო, რა ვიცი, ეხლა ალბათ ერთი კვირა იმის იქით ვეღარ გასტა, რომც არ გინდოდეს მოსახლეობა გაგაღებინებს კარიბჭეებს და აი ამიტომაც ათვალიერებს ამ საიდუმლო წყალგაყვანილობას ზემო აუზის არხთანაა ტექსტში ასეთი მითითება რა ისე არ მოხდეს ვინიცობა რომ ქალაქი წყლის გარეშე დარჩეს და საბოლოო ჯამში მოუწევს ჩაბარება მტრისთვის და აი ამ დროს როდესაც აქაზი წყალგაყვანილობას ათვალიერებს ესაია მიიღებს მითითებას ღვთისაგან რომ წაიყვანოს თავისი უფროსი ვაჟი უფროსი შვილი ორი შვილი ყავდა წინასწარმეტყველს შეარ იასუბი ასე ქვია ამ პიროვნებას ებრაულის მიხედვით ბერძნულს თუ ნახავთ ანუ სეპტუაგინტას და ძველ ქართულს იქ არის იასუბი ასე ქვია ის შეარი პირველი ნაწილი იქ არ არის დაფიქსირებული აი ამ უფროს შვილთან ერთად მივიდეს მეფე აქაზთან და ესაიამ ეს მითითება აღასრულა. ზემო აუზის ართან ყოფ მეფესთან, რომელიც ყველა წამი მისთვის ძვირფასია, წინასწარმეტყველი მივიდა. და მათ შორის გაიმართა დიალოგი. ეხლა იმ დიალოგის შინაარსს მოგიყვებით და სადღაცა წერტილს დავსვამ კონკრეტულად ქალწულისაგან ძიშობის შესახებ აღარ ვეხების კიდე ცალკე განხილვის თემაა და არ მინდა გადავყალოთ ან სიცხეა უკვე, ხო? და დიალოგი როგორი ფორმით წარიმართა, იცით, პირველივე სიტყვები რაც ესაია მეფეს უთხრა ასეთია, მეფეო ერთადერთი შემწე, ვინ ჩვენ ყველა განსასწრელისაგან გვიხსნის, ეს არის უზენაესი ღმერთი. შენ შეგიძლია გაიხსენო ჩვენი ერის ისტორია, წარსული და აბა გადახედე გონების თვალით. თუნდაც აი გავიხსენო ჩვენს ეგვიპტიდან გამოსვლა როგორ მოხდა ებრაელი ერის. ადამიანურად შეუძლებელი იყო, მაგრამ აღსრულდა გარკვეული სასწაულები, რომელიც არც ლოგიკაში იჯდება, არც კანონებში ამ ქვეყნებში და იმ 10 სასჯელის შედეგად, ხო, თუ შევაჯამებ და მოკლედ ვიტყვით, ფარაონი იძულებული გახდა, რომ და ეგვიპტელებიც ასევე მოსახლეობა რომ ებრაელები გაეშვათ. ის რომ არ მომხდარიყო 10 სასჯელი რომ არ დატეხოდა თავს ეგვიპტეს არ გაუშვებდნენ ფიზიკურად. ხო არ აპირებს ფარაონი მათ გაშვებას, კი არა, მეტის თქმაც შეიძლება რომ გაუშვა მე-10 სასჯელის შემდეგ პირმშოშულების მოკვდინება ხდება. ბოლო სასჯელი ასეთია, პასექის ღამე პირმშოშულების მოკვდინება ერთდროულად, ხო? ერთ ღამეში აღესრულა. ცოტა ხანში გადაწყვეტილება შეცვალა, გახსოვთ? და გაშვებულ ებრაელებს უკან დაედევნა. უკან მოbrunების მიზნით. თუმცა იქ კიდევ ერთი აღმატებული სასწაული მოხდა. მეწამული ზღვა ორად გაიყო, როგორც ბიბლიური ტექსტი გვეუბნება და ებრაელები როგორც ხმელეთზე ერთ სანაპიროდან მეორეზე გადარდიან. მერე მოგვიანებით იორდანი გაიპობა ორად და აღთქმ ქვეყანაში ასე შევლენ, არა? ორ გზის ხდება ასეთი უცნაური და სასწაულებრივი ამბავი. წყალი როგორ იხსნება ორ ნაწილად, როგორ იპობა ორ ნაწილად. და ესაია ამას ახსენებს, რომ აი უზენაეს ღმერთს ყველა ვითარებიდან, ყველაზე რთული ვითარებიდან შეუძლია გამოყვანა საკუთარი ერისა, საკუთარი ხალხისა და აი ვის იმედადაც შენ უნდა იყო მეფეო. ეს არის უზენაესი. არა კონკრეტული პიროვნება, არა კონკრეტული სახელმწიფო, ამა ქვეყნის ძლიერნი.
არამედ უზენაესი ღმერთი. და ნახეთ ახლა რატო ეუბნება წინასწარმეტყველი ამას? რა ამაქვეყნიური ძალმოსილების მქონე ადამიანის თუ სახელმწიფოს იმედზე ყოფნა რატოა ცუდი, რატო არ შეიძლება? იცით როგორ არის? იმედი წესით უნდა გქონდეს ადამიანისაც და სახელმწიფოსაც, მაგრამ ეს იმედის სწორ ფორმაში უნდა იყოს მოქცეული. თუ ამ იმედმა, უпроსტად იმ კონკრეტულად პიროვნებამ თუ სახელმწიფომ ღმერთის ადგილი დაიკავა, ეს არის უკვე გაკერპება. ადამიანისა გაკერპება, სახელმწიფოსი გაკერპება რაღაცა ძალისა და შენ ფაქტობრივად ღმერთს ჭრეთ იმ კონკრეტულ ადამიანში თუ სახელმწიფოში და აი ამას ეუბნება ესაია რომ ნუ მოიქცები ასე. ასურეთის იმპერია ნუ იქნება შენთვის ღმერთი და ნუ იქნება შენთვის კერპი. შენთვის იყო შემწე ღმერთი და დახმარება, რა თქმა უნდა, ჯერა ერთმანეთს არ უნდა ვენდოთ, ერთმანეთის დახმარების ხელი არ უნდა გაუწიოთ, მაგრამ სწორი ფორმა, სწორი მიდგომაა საჭირო და ცდილობს ეს გაუკუღმართებული მეფე, ასეთ შეფასებას გამოვიყენებ, ეს კაც გაუკუღმართებული კაცია. მას ჭეშმარიტებასთან არასოდეს არ ქონია სურვილი შემეცნების ჭეშმარიტების და ასეც დარჩება კიდევაც და ცდილობს რომ აი ყველაზე უფრო რთულ სიტუაციაში და რთული სიტუაციები ადამიანს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რაღაცების გადახედვაში, ხო, გადაფასებაში. აი ამ რთულ ვითარებაში გადაწყვეტილებაში შეაცვლევინოს, ცოტა უფრო როგორ გითხრათ, აი რელიგიური გახადოს, სწორად გადაადგმევინოს ნაბიჯები. აქაზე წინასწარმეტყველს უსმენს და ეუბნება ასეთ რამეს, რომ ხო, ერთი რამე ესაიას დაუბრუნდების, მეფეო, დასტურად იმისა, რომ მე ჩემით არ მოვსულ ვარ შენთან და რასაც გეუბნები ჭეშმარიტება, რომ შეგვეწევა ჩვენ უფალი. ოღონდ ჩვენი სასწაულება ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. მოითხოვე ნიშანი. ნიშანი ანუ სასწაული, სხვანაირად ვიტყვი, ხო? გინდა ცაში, გინდა დაბლა ქვესკნელში, გინდა დედამიწაზე, აი სამი ადგილია მითითებული და ღმერთი ამ ნიშანს აგისრულებს და ამით შენ წინაშე დადასტურდება, რომ მე შენთან კაცობრიურად არ მოვსულ ვარ. მე ღმერთმა გამომაგზავნა. შენ მოითხოვე სასწაული, ნებისმიერ და სასწაული შენ წინაშე აღესრულება. როგორც კი მოისმინა აქაზმა ეს სიტყვები, ასეთი პასუხი მიუგო ესაიას. არ გამოცდი ღმერთს და არ მოვითხოვ ნიშანს. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ არ გამოცდის ღმერთს? მოსეს ხუთწიგნეულში ერგან ასეთი ფრაზა წერია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენ. გახსოვთ ალბათ სახარებაში მაცხოვართან, როდესაც მაცტური მიდის, ამ სიტყვებით ეუბნება. და ეს სიტყვები პირველად სახარებაში კი არ გახმოვანდა, თურმე ძველი აღთქმის წიგნებში წერია. და თავის დროზე ღმერთმა რომელმაც მოსეს ეს მოძღვრება გაუცხადა, აი განკაცებული სახით მოსული უკვე იმავეს იმეორებს, რაც ძველი აღთქმის წიგნებში იყო დაწერილი, მისგან გაცხადებული და მოსესგან დაწერილი და ამ შემთხვევაში უკვე მაცხოვრის ბაგებით აღმოჩნდა. მაგრამ აქაზმა იცის ძველი აღთქმის რჯული. და ნახეთ რას აკეთებს, ცდილობს ესაია მოიშოროს თავიდან და ეუბნება ისეთ რამეს, რაც ერთი შეხედვით გარემოცვა ადამიანები არიან გარშემო, ისინი უყურებენ და ისმენენ აი ამ დიალოგს წინასწარმეტყველსა და მეფეს შორის შემდგას. ესე იგი, საზოგადოებას ესაიას აღაქმევინებს როგორც ღვთის ღმერთის, ესე იგი ღვთის წინაშე გამოცდის დამყენებელს აქას, ხოლო აქაზე რჯულის აღსრულებელი, რომელიც არ ითხოვს, არ მოითხოვს უზენაესისგან სასწაულის აღსრულებას, უზენაესის გამოცდას. აი, ნახეთ, ცოტა ისე ვერ მოვაბი თავი, რთული თემა, კიდევ ერთხელ ამ ადგილს დაუბრუნდები. ჩვენ თუ სასწაულს ვითხოვთ ღვთისაგან, ეს ნიშნავს ღმერთის გამოცდას. და სასწაულის მთხოვნელი ადამიანი როგორ არის შეფასებული? სახარებისეული შეფასება გავიხსენოთ, აი ვინც სასწაულს ეძიებს ასეთ ადამიანს, როგორი ადამიანი ეწოდება? ნათესავი, ბოროტი და მემრუშე. კი ბატონო. ეს მოძღვრება არა მხოლოდ ახალ აღთქმისეული, ძველ აღთქმისეულიც არის. და თუ თუნდაც ძველ აღთქმაში ადამიანი ღვთისაგან სასწაულს ითხოვდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ღმერთს გამოცდას უწყობს და ამას რჯული კრძალავს. ღმერთი არ უნდა გამოსცადო, არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ფრაზას და აი აქაზე შეეცადა რომ ამ სიტყვებით მოეგერიებინა ესაია. შენ მეუბნები მე რომ ღმერთისგან სასწაული მოვითხოვო, ეს ღვთის გამოცდა იქნება და მე ღმერთს არ გამოვცდი. და გამოვიდა ესეთი სურათი, აი გარედან თუ შევხედავ, ესაია რჯულის დარღვევისკენ აწვევს მეფეს, ხოლო მეფე რჯულში გამტკიცებული და თითქოს და მისი დამარღველი, ესაიას იცილებს წმინდა წერილის სიტყვებით. აი როგორც კი ესაია მეფისაგან მოისმინა, აი ზაკრული პასუხი, მე-14 მუხლამდე მივედით უკვე ნელ-ნელა, ასეთი რაღაცა უთხრა. დავითის სახლი, ანუ დავითის სახლად მიმართავს, დავითი შთამომავალია აქაზე. როდემდე უნდა იყო უკეთურებაში, როდემდე უნდა აცდუნებდე საკუთარ ხალხს, შენ არ მოითხოვე ნიშანი, არ მოგეცემა, რადგან არ მოითხოვე, მაგრამ უზენაესი ღმერთი ამ ნიშანს მაინც აღასრულებს და რა იქნება ეს ნიშანი? აი უკვე ჩვენთვის ნაცნობი ფრაზა. აჰა მიუდგეს ქალწული შვესზე და უწოდიან სახელი მისი ემანუელი. ანუ ნიშანი, რომელიც აქაც უნდა მოითხოვა და არ მოითხოვა, მაინც გაცხადა ზეგარდამო და ეს ნიშანი იქნება ქალწულისაგან შობილი ძე, რომელიც ქვეყნიერებას მოევლინება და ბუნებრივია, ყველამ კარგად ვიცით, ამ შემთხვევაში მხსნელზე მაცხოვარზეა საუბარი. მაგრამ ახლა ძალიან ბევრი ამბავია მოსაყოლებელი და განსამართ,
ამიტომაც რომ არ გადაგღალოთ და დაახლოებით კიდე ერთი ამდენი და ალბათ არ გვეყოფა და გვჭირდება დრო, აი ერთგვარი საფუძველი მომზადება იმისთვის რომ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზაზე გადავსულიყავით და თუ რა თქმა უნდა თქვენი წინააღმდეგი არ იქნებით აქ დავსვა წერდილი და შემდეგი შეხვედრისას ალბათ დაგვრცალდება, რა ვიცი, 1-2 შეხვედრა, სანამ ძალიან ძლიერი სიცხეები იქნება, მე რო უშუალოდ ამ მე-14 მუხლის და მე-15 გავაერთიანოთ, მე-14 მუხლის გარშემო ვილაპარაკოთ ეკლესიის მამები როგორ განმარტავენ. ან რა შუაში აქაზისთვის ნათქვამი ეს ნიშანი, სად აქაზი, სად ქალწულისაგან ძიშვება, ყველაფერს განმარტება სჭირდება, ყველა მოვლენას, ყველა ისტორიას, ყველა მუხლს.